ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ, როგორ აღვადგინე მუხის გაბზარული ზედაპირი, რომელზეც ლაკი იყო გადასმული. პირველ ეტაპზე მისი დამუშავება გადავწყვიტე ექსცენტრიული სახიხი მანქანით, რომელზეც დავაყენე 220-იანი ზუმფარი. დიდი ხნის წვალების შემდეგ შევამჩნიე, რომ ვერაფერი დავაკელი. ამიტომ საქმეში ჩავთე ეგრეთ წოდებული ტანკი, რომელზეც დავაყენე უკვე 180-იანი ზუმფარა და შედეგიც უკვე შესამჩნევი იყო. დიასახლისის თხოვნით გამოვცვალე გასკურა და ნიჟარი. გასკურის ზომა იგივე დარჩა, თუმცა ნიჟარის ზომის გაზრდა მოგვიწია. ზედაპირის ამოსაჭრელად გამოვიყენე ეგრეთ წოდებული ლობზიკი. და უკვე გადავდივარ ბზარის ამოვსებაზე. ბზარის ამოსავსებად გამოვიყენე პარკეტის თხევადი ფითხი, რომელშიც უნდა გაერიოს ხის ნახერხი. მოხერხვის დასრულების შემდეგ მშრალი ტილოს გამოყენებით ვწმინდავ ზედაპირს, რომ გადავიდე ზეთის წასმაზე. ამ ზედაპირზე ვიყენებ ამერიკიდან იმპორტირებულ ზეთს, რომელშიც უკვე ურევია ცვილი, რაც ძალიან კარგად დაიცავს ნესტისგან. ზეთის წასმის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მშრალი ტილო და მოვაპრიალოთ ზედაპირი, რაც დადებითად აისახება ვიზუალზეც და მოაშორებს ზედმეტ ზეთს. რეზულტატით მეც კმაყოფილი ვარ და ჩემი დამკვეთიც. თუ მსგავსი ვიდეოები გაინტერესებთ, არ დაიზაროთ და გამოიწერეთ ჩემი გვერდი.